როგორც თვითონ თქვა, კოტას მამაც ვარ. ისე სხვა. სიგიტო გადავწყვიტეთ რომ რაღაც ციკლი ჩავატაროთ საუბრების ეკონომიკაზე, უпростоრად ეკონომიკურ უთანასწორობაზე და ამის ინსპირაცია იყო რამდენიმე რამ, რაც მოხდა. ერთ-ერთი იყო ის, რომ აი ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი ალბათ გიორგი კოლბაია, იმას ჰქონდა ძალიან ვრცელი ის პოსტი დაწერილი, რომ არ ვიცი რომელ უნივერსიტეტში, მაგრამ რომელიღაც უცხოურ უნივერსიტეტში, როგორც თვითონ წერს, საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ეკონომიკის სპეციალობით ბაკალავრის მიმართულებით აიღო დიპლომი, მაგრამ ისე ჩაიარა მთელი მისი სწავლის პერიოდი, რომ რაღაც ალტერნატიულ, უпростоრად განსხვავებულ ეკონომიკურ მოდელებზე, განსხვავებულ ეკონომიკურ მიდგომებზე საუბარი იქ არ ყოფილა. ჩვენთან ამ მხრივ განსაკუთრებით კატასტროფული მდგომარეობაა, იმიტომ რომ ბიზნეს ადმინისტრირების და ეკონომიკის პროგრამებზე, განსაკუთრებით საბაკალავრო პროგრამებზე, ფაქტიურად ყველა უნივერსიტეტში ერთი წიგნით ხდება სწავლა. რამდენიმეში არის განსხვავებული წიგნი, მაგრამ ფაქტიურად ეს განსხვავებული წიგნები არის გადამღერება იმის, რასაც მენქიუს ეკონომიკის პრინციპები ქვია. არადა ეს ეკონომიკის საგნის სწავლება არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი ერთ-ერთი თქვათ აი ძალიან ცნობილი გამოთქმა არის ერთ-ერთი გავლენიანი ეკონომისტის, რომელიც წინა საუკუნეში ცხოვრობდა 50-იან 60-იან წლებში იყო განსაკუთრებით აქტიური და მან პოლ სამუელსონი, რომელმაც თქვა, რომ საერთოდ არ მაინტერესებს ვინ დაწერს ქვეყნის კანონებს, ვინ შექმნის, თუ კი ეკონომიკის სახელმძღვანელობს დავწერ მე. ანუ თუ ჩემი თეორიით მოხდება ქვეყანაში ეკონომიკის სწავლება, ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად მთელი ქვეყნის მიმართულებას, ასე ვთქვათ, განვითარების მე განსაზღვრავ, ხო? ანუ ეს შესაბამისად ეკონომიკის სწავლება და ანუ რანაირად მიუდგებით ეკონომიკას, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ამ მხრივ ვთქვათ, აი ჩატარდა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა გლობალური გამოკითხვა სტუდენტებში, იმ სტუდენტებში, ვინც აირჩია სასწავლო ერთ-ერთ საგნად, არა მაინც და მაინც ეკონომიკის პროგრამებზე, ვთქვათ, უბრალოდ ერთ-ერთ საგნად, რომელიღაც პერიოდში აირჩია ეკონომიკა, რატო აირჩიეს ეკონომიკის სწავლება და უმრავლესობა სტუდენტების აი ძალიან დიდმა ნაწილმა, აი გამორჩეულად დიდმა ნაწილმა სხვა მიზეზებზე უფრო მეტად თქვეს, რომ ეკონომიკის სწავლება გადაწყვიტეს იმისთვის, რომ გაიგონ მიზეზი უთანასწორობის, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ეკონომიკური უთანასწორობა მარტო ჩვენთან არ არის, თქვათ, მტკივნეული პრობლემა, რომ ეს გლობალურად სამწუხაროდ მზარდი პრობლემაა და ერთ-ერთი იმით, თქვათ, აი ეს მიზეზი სწორედ ამისა არის ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც დღეს პრინციპში მთელ მსოფლიოში არის გამეფებული სხვადასხვა ინტერპრეტაციით, შეიძლება პატარა განსხვავებით, მაგრამ ძირითადი ფუძე ეს იქნება დასავლეთის სამყარო, თქვათ, განვითარებული ეკონომიკების, სადაც არის თუ გინდაც აღმოსავლეთის სამყარო, იგივე რუსეთი რო ავიღოთ, ან ჩინეთი რო ავიღოთ, ხო? ძირითადი ფუძე ეკონომიკური თეორიის არის ერთი და იგივე, ძირითადი აღებული აქვს ერთი, მაგრამ თავიანთ ქვეყნებს, თავიანთ ინტერესებს აქვთ მორგებული, თქვათ, ჩინეთში ეძახიან სახელმწიფო კაპიტალიზმს დაუშვათ, რუსეთში კიდევ უფრო სხვა სახე აქვს, თქვათ, ოლიგარქია რუსეთის მასზე ყველაზე უფრო ალბათ მორგებული, თუმცა იგივე დასავლეთის ქვეყნებშიც აი ეს ოლიგარქიის პრობლემა ნელ-ნელა სულ უფრო და უფრო ეს მტკივნეული ხდება და
მეორე მიზეზი ასევე თქვათ რატომაც გადავწყვიტეთ ეს რომ აი მე ასე მეჩვენება ყოველ შემთხვევაში რომ დღევანდელი პერიოდი არის რაღაცნაირად აი გარდამტეხის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, როდესაც რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება და აი ახლა ეს პერიოდი ჩემი აზრით უნდა გამოვიყენოთ იმისთვის რომ რაც შეიძლება უფრო ესეთი სასარგებლო ცვლილებები მოხდეს მას შემდეგ რაც თქვათ აი ამ ოლიგარქიულ კლანს დავამარცხებთ რა. იგივე ვთქვათ აი რო შევადაროთ ხო აი ჩვენ როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, პრინციპში მაშინ დღეს უკვე ყველა აღიარებს ამას, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო სწორად თეორიული თვალსაზრისით არც დასავლეთის ქვეყნები და არც მით უმეტეს ადგილობრივი ეკონომიკური სკოლა არ იყო მზად იმისთვის, რომ აი მომავალი განვითარებისთვის რაღაც ეღონათ და სწორედ იმიტომ იყო რომ თქვათ მოხდა 90-იანი წლების შემდეგ და დღემდე მოვდივართ ისე რომ ფაქტიურად განვითარება არ ხდება, განვითარება იმ კუთხით რომ ხალხის კეთილდღეობა თქვათ ძალიან მცირედით თუ იზრდება და პირიქით დროთა განმავლობაში ეს უთანასწორობა თქვათ აი ციფრებს რომ შევხედოთ უთანასწორობა მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შორის განსაკუთრებით იზრდება და აი ეს ცვლილებებისთვის რომ მზად ვიყოთ ალბათ საუბარი უნდა დავიწყოთ და უნდა იყოს მსჯელობა იმაზე რომ რა ალტერნატიული და რა განსხვავებული მოდელები არსებობს მსოფლიოში რის მიხედვითაც უნდა მოხდეს ალბათ განვითარება. ის რომ თქვათ ეს გლობალური პრობლემაა და მსოფლიოშიც იგივე მსგავსი ხდება განვითარება, ამის მაგალითები ბევრია. აღმოსავლეთზე აღარ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ იმდენად თვალსაჩინოა, რომ თქვათ არღის ამაზე ყურადღების განვითარება, რომ თქვათ იგივე სიტყვაზე რუსეთში პრობლემებია, ჩინეთის ეკონომიკური განვითარება ძალიან სწრაფი ტემპით ხდება, მაგრამ იქაც თქვათ აი ეს უთანასწორობის პრობლემა ძალიან დიდია და თავისუფლების კუთხით მძიმე შედეგებია, ისე როგორც თქვათ ინდოეთშიც იგივე მდგომარეობა, მაგრამ აი დასავლეთზე რა ვილაპარაკეთ, სადაც მეტნაკლებად თქვათ ადამიანის უფლებებთან ნორმალური მდგომარეობა, უკუსლა, გარკვეული უკუსლა უთანასწორობის თვალსაზრისით იქაც იგრძნობა და ამის შედეგია ზუსტად ის, რომ აი თქვათ იგივე ამერიკაში ტრამპიზმის მომძლავრება, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე კარგი მდგომარეობა ამ მხრივ თქვათ ევროპაში არის, მაგრამ იქაც თქვათ იტალიაში, საფრანგეთში და სხვადასხვა ქვეყანაში თქვათ აი ეს ულტრავიმარჯვენეების და ფაშისტური გერმანიაშიც ხო თქვათ ის მომძლავრება სწორედ ამის შედეგია თქვათ აი მოდელის რომელიც მოქმედებს. ხა რა არის ეს მოდელი? თქვათ აი რა არის ამისთან ეს მოდელი, რომ რა იწევს ამ პრობლემებს, რა რომ სადღაც 70-იან წლებში დაიწყო ეგრეთ წოდებული ნეოლიბერალური მოდელის ხორცშესხმა და ნელ-ნელა ვთქვათ სულ უფრო და უფრო ვთქვათ სუფთა ფორმაზე გადავიდა ის, ანუ ვთქვათ მანამდენი მოდელიდან მაქსიმალურად ასე ვთქვათ ნეოლიბერალური მოდელზე ისკენ მივდივართ დღეს და აქ ერთ-ერთი მთავარი ვთქვათ რაც რითიც ხდება ამ მოდელის ასე ვთქვათ მომხიბვლელობა სიტყვიერად, ხო ეს არის ის რომ მთავარი სიტყვები მასში რაც აი ხშირად ხდება გამოყენება ამის, ეს არის თავისუფალი ბაზარი, თავისუფლება, ანუ აი რაღაც ამით ხდება თითქოს ადამიანების მოხიბლა, რომ საქმე გვაქვს თავისუფლებასთან, რაც რეალურად ძალიან დამახინჯებული ფორმა და რეალობას არ შეესაბამება. ეს თავისუფალი ბაზარი, რასაც რეალურად რაც ეკონომიკაში ქვია რეალურად თავისუფალი ბაზარი, ეს არის მხოლოდ
შედაშორის აი ეს ნეოლიბერალური ეკონომისტებიც აღიარებენ, რომ ეს არის მხოლოდ თეორიული მოდელი, რომლის განხორციელება ცხოვრებაში შეუძლებელია, თვითონ განმარტებიდან გამომდინარე, დაახლოებით 10 ის არის, თქვათ, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ბაზარი, რომ ის იყოს თავისუფალი, მაგალითად ის, რომ ყველა ბაზრის მონაწილეს უნდა ჰქონდეს აბსოლუტურად ერთნაირი პირობები. რაც უკვე თავიდანვე ის არის, ხო თქვა, დღევანდელ ცხოვრებაში შეუძლებელი, რომ თქვა სიტყვაზე იგივე კოკა-კოლას და მე რომ მომინდომო სიტყვაზე გაზიანი წყლების ჩამოსხმა ერთი და იგივე პირობები გვექნება შემდეგ ამ ბაზარზე, ხო? ან თქვა გარიგების დროს გარიგების ორივე მონაწილეს აქვს თავარი პირობები და არც ერთზე გარემო გავლენას ვერ ახდენს ვერც გარიგების მონაწილეები ერთმანეთზე და ვერც სხვა რამე, რაც ირგვლივ ხდება, ხო? ესეც ის არის თეორიული მოდელია, რომელიც რეალურ ცხოვრებაში არ ხდება და ასე შემდეგ. რა, ეს არის თეორიული მოდელი, რომლის პრაქტიკული განხორციელება შეუძლებელია, მაგრამ ამან იცვალა სახე და თავისუფალი ბაზარი ნელ-ნელა, აი ვთქვათ, ისეთ ხალხური გაგებით იქცა ბაზრად, რომელშიც სახელმწიფო მინიმალურად მონაწილეობს. ანუ ფაქტიურად ამ განმარტებამ, რაც თეორიაში სუსხანაირია, ხალხურ იმაზე გადმოიტანა ეს შემდეგნაირად და ეს შემთხვევით არ მომხდარა, რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან ბევრმა იმუშავა, რომ ეს ესე გამხდარიყო, რომ რაც შეიძლება ნაკლებ მონაწილეობას იღებს ბიზნესის დარეგულირებაში, ეკონომიკის დარეგულირებაში, ფინანსების დარეგულირებაში სახელმწიფო, რაც საბოლოო ჯამში იმას იწვევს, რომ ძლიერი ხდება უფრო ძლიერი და სუსტი კიდევ უფრო სუსტდება. თეორიული გაგებით თქვათ, ესეთი ის არის, რომ თავისუფალი ბაზრის დროს პირიქით უნდა მოხდეს კონკურენციის გამო, ანუ ერთ-ერთი ძლიერი მხარე თავისუფალი ბაზრის თეორიულად არის კონკურენცია. და ამ კონკურენციის გამო თქვათ, აი მცირე და საშუალო ბიზნესი რაც შეიძლება უფრო უნდა განვითარდეს რა. ანუ რეალურად ეს იგულისხმება, რომ თუ თეორიული თავისუფალი ბაზარი ცხოვრებაში იქნება გადმოტანილი, საშუალო და მცირე ბიზნესი განვითარდება. რეალურად ცხოვრება გვაჩვენებს, რომ პირიქით ხდება საშუალო და მცირე ბიზნესი ნელ-ნელა ქრება და მას ჭამს მსხვილი ბიზნესიდან. ამას სხვათა შორის აი დიდი ისინი რა ვთქვი, მსხვილი ბიზნესის ბევრი წარმომადგენელი თვითონაც აღიარებს და ერთ-ერთი მაგალითი ამის არის ის, რომ მაგალითად აი სოროსი, რომელიც თვითონ არის ერთ-ერთი მსხვილესი და მნიშვნელოვანი და ისეთი მსხვილი ბიზნესმენი თვითონ ამბობს, რომ თქვათ აი ამ განვითარებით წვრილი და მსხვილის წვრილი და ბოდიში საშუალო ბიზნესი კვდება და ეს იწვევს შემდეგ იმას, რა ქვია, კრიზისების სიმრავლეს და აი ძალიან კარგი ის აქვს შედარება გაკეთებული ესეთი, რომ როდესაც მსხვილი ბიზნესი ძლიერდება და ყველაფერს იპყრობს, შემდეგ ის ადარებს ტანკერს, ასე ვთქვათ, იმას ბიზნესს, რომ ტანკერში რანაირად არის, ხო, რომ ვთქვათ, ტანკერი დაყოფილია ბევრი მცირე ზომის, იმათ რა ქვია, ავზად და ღელვის დროს, როდესაც რაც არ უნდა ღელავდეს, სიმძიმის ცენტრი იმის გამო, რომ თქვათ ეს ავზები მცირე ზომის ავზებადაა დაყოფილი, ერთმანეთში სითხის გადადინება ან ხორბლის ან რაც არის განთავსებული არ ხდება და ამიტომ ეს ტანკერი სიმძიმის ცენტრს მუდმივად შუაში ინარჩუნებს და ის არის მყარად იმის დროს, ღელვის დროს. როდესაც ეს ტიხრები რომ მოუშალოთ და მთელი ტანკერი რომ გახდეს ერთი მთლიანი ავზი, იქ უკვე ღელვაც აღარ არის საჭირო, მცირე რყევაზეც კი სიმძიმის ცენტრი ან თავში ან ბოლოში გადაინაცვლებს და ეს ტანკერი ძალიან ადვილად შეიძლება
ავეტრიალდეს. ხო, მთელი ამ ტანკერის აგებულების პრინციპი ამაზე მდგომარეობს რა. ანუ ამის გამო ვთქვათ, რომ აი სახელმწიფოს ჩარევა რაც შეიძლება ნაკლები ხდება ეკონომიკაში, სხვილი ბიზნესები ძლიერდებიან და ეს შემდეგ წარმოქმნის უამრავ კრიზისს, რომელიც თითქმის უკვე ყოველ ათწლეულში რამდენჯერმე ხდება და ამ დროს ხდება ესეთი რაღაცა, რომ თითქოს სხვილი ბიზნესებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული იმაში, რომ კრიზისი არ მოხდეს, იმიტომ რომ თქვათ მათი მთავარი შემოსავალი სწორედ ბიზნეს საქმიანობაა, ხო? მაგრამ აღმოჩნდა ესეთი რაღაცა, რომ სხვილი ბიზნესების უმრავლესობას სწორედ ამ კრიზისების დროს ახერხებს ყველაზე უფრო კარგად ის რა ქვია, მოგების ამოღებას და ამ კრიზისებს ყველაზე საკუთარი თავის გასამდიდრებლად ყველაზე უფრო კარგად იყენებს და ამ ხრივ ანუ დაინტერესება მისი ამ სხვილი ბიზნესების დაინტერესება კრიზისების თავიდან აცილებაში აღმოჩნდა, რომ არ არის რა. და ამის გამო მოხდა ესეთი რაღაცა თეორიული ის რა ქვია ეკონომიკის თეორია აღმოჩნდა, რომ ამ კრიზისებს ვერ იცნობს. ოღონდ ეკონომიკის თეორია მეგულისხმობ იმ თეორიას, რომელიც არის გაბატონებული დღეს არის მეინსტრიმული ნეოლიბერალური თეორია. ამ კრიზისების ამოცნობას და წინასწარმეტყველებას ვერ ახერხებს და ამიტომ იყო, რომ თქვათ, აი რამდენიმე 10 წლეულის წინ რამდენჯერმე მოხდა იმის გამოცხადება, ოღონდ აი დაახლოებით ფინანსური კრიზისის წინ, აი 2007-8 წლის ფინანსური კრიზისის წინ რამდენიმე ძალიან წამყვანმა ეკონომისტმა თქვა, რომ აი ფუნდამენტური პრობლემა ეკონომიკაში უკვე გადაჭრილია და ახლა უნდა მოხდება ამ კეთილდღეობის განვითარება, რისიც უარყოფათ შემდეგ მოუხდათ და აი თქვათ, აი საქართველოშიც იმის გამო, რომ თქვათ, აი უნივერსიტეტებში ძირითადად კი არა, ფაქტიურად 100% ხდება მხოლოდ ამ თეორიის განვითარება, აი ერთ-ერთი ინტერვიუის დროს აი შეიძლება ყველაზე ტიტულოვანი ეკონომისტია, არ ვიცი, აი საქართველოში თქვათ ლადო პაპავამ ესეთი რაღაცა თქვა, რომ ეკონომიკის მეცნიერება არის კრიზისში, ის ვერ ახერხებს წინასწარმეტყველებას და ცდილობს შემდეგ მომხდარი უბრალოდ თქვათ მისი ამბოცანა ამწუთას მდგომარეობს იმაში, რომ რამე რომ მოხდება, შემდეგ ის გაანალიზოს და არსებული თეორიით ახსნას. ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ ჩვენ ეკონომიკის თეორიის განვითარებაზე და წინასწარ რაღაც ნაბიჯების გადადგმაზე ვამბობთ უარს და შემდეგ უბრალოდ თქვათ მოვლენებს მისდევს და ამართლებს მომხდარს თქვათ არსებული იცი რა ქვია თეორიით. ამ იმაზე რა ქვია რა თქმა უნდა დასავლეთში აი სადღაც ფინანსურ კრიზისამდე იქაც ძალიან ის იყო, ასე ვთქვათ, აი ამ ალტერნატიული თეორიების განვითარების მხრივ ცოტა ცუდი მდგომარეობა იყო იმ მხრივ, რომ იქაც დაფინანსების ძალიან დიდი ნაწილი გადავიდა კერძო ფონდების ხელში, თუმცა დასავლეთში მაინც სახელმწიფოს მყარად ეპყრო ის მეცნიერების განვითარების ფონდები ხელს და ამიტომ თქვათ ეს ალტერნატიული თეორიები მართალია თქვათ ისეთი ის არ ქონდათ გასაქანი, მაგრამ ამაზე მუშაობა არასდროს არ წყდებოდა რა. ამიტომ აი ამის ფინანსური კრიზისის შემდეგ ძალიან ბევრი სკოლა მაინც აღმოჩნდა იქ ეკონომიკაში მზად იმისთვის, რომ აი მომავალზე ის მომავალ განვითარებაზე რაღაც ახალი თეორიები წამოეწიათ წინ და ამ ხრივ თქვათ იქ მდგომარეობა უკეთესად არის, რომ ეს მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა
სიძნელე მაინც არის, იმიტომ რომ ფული ასე ვთქვათ არ უშვებს ძალაუფლებას ხელიდან და მაინც უამრავ წინააღმდეგობას ქმნის იმისთვის, რომ ეს თეორიული ნაწილი, ვთქვათ, ალტერნატიული განვითარების რაც შეიძლება ნელა მოხდეს და მაინც ძალაუფლება იმდენად ყარათა აქვთ ხელში და იმდენად დიდი გავლენა აქვთ იგივე მედიების საშუალებით, ვთქვათ, იგივე კერძო უნივერსიტეტების იქნება თუ სახელმწიფო უნივერსიტეტების საშუალებით და სხვადასხვა ვთქვათ, ის საშუალებით, რომ მაინც მძიმედ მიმდინარეობს და ასევე დაახლოებით 70-80-იანი წლებიდან და შემდეგ უკვე განსაკუთრებით 2000 წლის შემდეგ თვითონ ფორმა განვითარების ბიზნესის კეთების დასავლეთში მკვეთრად შეიცვალა იმ მხრივ, რომ მთელი წარმოებები გადავიდა ფაქტიურად აღმოსავლეთ სამყაროში და იქ განვითარება დაიწყო ფინანსურმა სექტორმა, უბრალოდ მთავარი ტვირთი საქმიანობის მთავარი ის გადავიდა, ცენტრი გადავიდა ფინანსურ სექტორზე და ტექნოლოგიებზე რა. ამას ერთი მხრივ კარგის ჰქონდა მათთვის თქვათ, მაგრამ იმიტომ რომ საერთო დოვლათი და თან მომგებიანობა ამ სექტორების გაცილებით მეტია ვიდრე თქვათ წარმოების სექტორის, მაგრამ მოიტანა უარყოფითი ის რომ ფაქტიურად დანარჩენ სექტორებში დასაქმებული ხალხი აღმოჩნდნენ ბორცვ მიღმა, მათი მდგომარეობა შედარებით გაუარესდა, ერთი და საკმაოდ დიდი ნაწილი იყო ამის და მეორე ფაქტიურად ფულის კეთება დაიწყო ისეთი საშუალებებით, რომელიც არ იყო დაკავშირებული წარმოებასთან და აი ესეთი ის არის, რა ქვია, რამოდენიმე არაერთმა მეცნიერმა, თქვა სასკია სასენიარი, ეს რა ქვია, სტიგლიცი, ჯოზეფ სტიგლიცი, მარიანა მაცუკატოს ხები, ბევრი მეცნიერმა თქვა ამის ის დაიწყო, რომ ადამიანები ნელ-ნელა ეკონომიკის განვითარებიდან გახდნენ განვითარებისთვის უბრალოდ გახდნენ უმნიშვნელო ფიგურები, რაც 50-60-იან წლებში პირიქით იყო, რომ თავარი ის თქვათ ეკონომიკის და ბიზნესის კეთილდღეობისთვის თავარი ის იყო ადამიანი, რომ ადამიანი უნდა ყოფილიყო კარგად, რომ მერე თქვათ ბიზნესის მიერ წარმოებული პროდუქცია შეეძინა. აი 80-იანი წლებიდან და განსაკუთრებით 2000-იანი წლიდან განვითარება დაიწყო ისეთმა სფეროებმა, სადაც სიტყვაზე ფინანსური სფეროსთვის ერთი ადამიანის, ან გინდაც ადამიანის ჯგუფის, ან ადამიანის ფართოფენის კეთილდღეობა უკვე ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ის ფინანსებით აკეთებს ფინანსებს და უკვე თქვათ რაღაცნაირად ჩაიკეტა თავის იმაში და თან საკმაოდ დიდ ბრუნვაზე და დიდ მოგებებზე გადის და შესაბამისად ჩვეულებრივი ის რაღაცნაირად გადააგდო და აღმოსავლეთ იმაში გაუშვა. მაგრამ აქ მოდის შემდეგ ესეთი ის რა ქვია საკითხი, რომ მართალია ადამიანი ამ იმიდან ამოვარდა, რა ქვია, მოგებიდან, მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე ადამიანის ის მაინც საჭირო ხდება. ხო, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებს ადამიანები. შესაბამისად, აი ერთ-ერთი თეორია არსებობს, ეს არის თქვათ ყველაზე გამორჩეული სამხრივ არის ინდოელი ეკონომისტი პატნაიკი და ასევე ამერიკაში არიან, აი ეხლა გამოვიდა ახალგაზრდა ეკონომისტის კლარა მატეი წიგნი, რომელიც ხსნის, რომ ამ მიმართულების განვითარება იწვევს ფაშიზმის მოძლიერებას, იმიტომ რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ძლევამოსილ პირებს სჭირდებათ ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ამ ის რა ქვია, უთანასწორობის ზრდის მიზეზი არის არა ეკონომიკური მოდელი, არამედ რომელიღაცა ჯგუფი, დაუშვათ ემიგრანტების ჯგუფი, დაუშვათ ის რა ქვია, ის არატრადიციული ორიენტაციის ჯგუფი, დაუშვათ რასობრივი კუთხით, თქვათ ლატინოსები ან შავკანიანები და ასე შემდეგ, თქვათ რა. თავარი მიზეზი არის ამ უთანასწორობის
ხდება უკვე ვთქვათ ვიღაცა, ანუ ყურადღების გადატანა რომელიღაც სხვა ჯგუფს ეს მათი დაპირისპირება ხდება ერთმანეთთან და აი ამ ულტრა რადიკალური იმენის განვითარება. ეს არის ერთ-ერთი ის რომელიც საკმაოდ კარგად აქვს აი კლარა მატეის აღწერილი, სხვადასხვა მას აქვს პარალელი გავლებული აღწერილი აქვს აი 20-იან წლებში იტალიაში ფაშიზმის ჩამოყალიბების და 30-იან წლებში გერმანიაში ფაშიზმის მოძლიერების პერიოდი და პარალელები აქვს გავლებული დღევანდელობასთან, თქვათ აი რამდენად მსგავსი იყო ის 10 წლეულები, თქვათ დღევანდელ მასთან, მდგომარეობასთან და რომ ვნახოთ თქვათ კიდევ აი მოსახლეობის სხვადასხვა ფენის შემოსავლებსა და სიმდიდრეს შორის განსხვავებები ძალიან გავს მაშინდელი სურათი დღევანდელ სურათს. ეს ყველაფერი თქვათ იწვევს შემდეგ უკვე სხვადასხვა სფეროში სირთულეებს და აი ჩვენ ის თქვათ აი ეს ციკლი როცა გვინდა რომ ეკონომიკაზე და ეკონომიკურ უთანასწორობაზე ვისაუბროთ, გვინდა დავაკავშიროთ და უბრალოდ უკვე დაკავშირებული ვისაუბროთ როგორ გავლენას ახდენს ეს ყველაფერი დაუშვათ განათლების სფეროზე, დაუშვათ ჯანდაცვის სფეროზე, ურბანულ განვითარებაზე ვთქვათ, ხო? არა მარტო იმაზე ვთქვათ, რომ აი თბილისი დაუშვათ აირს ბეტონის იმით, რა ქვია, კოლოფებით და სულ თქვა არ შეიძლება, არამედ თვითონ სოციალური ქსოვილიც რანაირად იცვლება ამის გამო, ვთქვათ, როგორ იცვლება ცენტრი, როგორ ვითარდება ვთქვათ გარეუბნები და ასე შემდეგ და აი ესეთი მიმართული ეკოლოგიაზე რა გავლენას ახდენს და ასე შემდეგ, ანუ ეს ეკონომიკური უთანასწორობა გვინდა უკვე სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა ჭრილში იმას აუქნათ, თქვა დავაკავშიროთ და ვისაუბროთ იმაზე, ვთქვათ, აი რანაირად უნდა მოხდეს, რომ ეს ყველაფერი იმას აუქნათ, რა ქვია, მოვაქციოთ ისეთ კალაპოტში, რომ არა ვთქვათ ჯგუფმა ვთქვათ ოლიგარქების ან 1%-მა ნახოს კეთილდღეობის განვითარებიდან სარგებელი, არამედ ნახოს საზოგადოება. სხვადასხვა აი ერთი რაღაცა რაც გამომრჩა რომ მეთქვა, ხო, აი ნეოლიბერალიზმის ერთ-ერთი ის არის, თქვათ აი თავარი პრინციპი, თქვათ, რაზეც ისინი აგებენ ამ იმას, არის ის, რომ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს არჩევანი თანასწორობასა და ეკონომიკის სიდიდეს შორის. რა და თანასწორობა ეკონომიკაში ნიშნავს არა თანაბარ იმას, რა ქვია, სითანაბრას, არამედ თანასწორობა ეკონომიკაში ნიშნავს სამართლიან გადანაწილებას, რა. შემდეგ ესეც მოხდა, ამ სიტყვებით მანიპულაციაც მოხდა, რომ თანასწორობა გაიგივდა სიტყვაზე საბჭოთა იდეოლოგიასთან, რომ ყველას უნდა კონდეს სიტყვაზე 100 მანეთი ხელფასი და ის, ანუ სინამდვილეში ვთქვათ ესე არ იგულისხმებათ, ანუ არჩევანი უნდა გაკეთდეს, ანუ ეს თეორია მოს, არჩევანი უნდა გაკეთდეს ეკონომიკის სიდიდესა და თანასწორობას შორის, ანუ ფაქტიურად სამართლიანობას შორის და აი თავარმა იდეოლოგმა, ვინც ფაქტიურად ეს თეორია შექმნა და ხორცი შეასხა, ყველაზე უფრო ისეთი, თქვათ, მილტონ ფრიდმანი ამბობს, რომ სხვა შემთხვევაში უინტერესო ხდება ეს ქვეყანა, თუ არ იქნენ დამარცხებულები და გამარჯვებულები რა. ანუ მაშინ ცხოვრება ინტერესს კარგავს რა. ანუ აქცენტი გაკეთებულია, რომ თქვათ, აუცილებლად უნდა მოიყოს ქიშპიდან კონკურენცია და არა თანამშრომლობა ადამიანის სხვადასხვა ჯგუფებს შორის. აი პრინციპში მე მგონი არ დამინიშნავს რომ არა რაღაც დაახლოებით 9 საათი ვილაპარაკეთ, ხო, გვინდა რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ, თქვათ, ეს საუბრები, რამდენიმე ის მე ესე წარმოვიდგენია, რომ თქვათ, რამდენიმე საუბარი ისევ ეკონომიკაზე იქნება, რომ თქვათ, აი რაღაც ეს საუბრები უნდა იყოს, თქვათ, ისეთი ენით, როდესაც არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება, თქვათ, ეკონომიკაში
ხანაში და ვთქვათ რიცხვებში გარკვეული ადამიანი თუ ჰუმანიტარული განათლების ადამიანი ყველასთვის უნდა იყოს რაღაც საერთო ბაზისზე დაყვანილი, ანუ რამდენიმე საუბარი ესე წარმოგიდგენია, რომ იქნება წმინდათ ეკონომიკაზე, შეიძლება მარტო იყოს, შეიძლება ვიღაცასთან ერთად და ამის შემდეგ ვთქვათ უკვე აი სხვადასხვა იმის სფეროს ადამიანები, ვთქვათ ეკოლოგიაზე მომუშავე ადამიანი, განათლების სფეროში მომუშავე ადამიანი, ჯანდაცვის სფეროში, ფინანსებში და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი სფერო, საცხოვრისის ურბანული გარემო, ვთქვათ სოფლის მეურნეობა და ასე შემდეგ, ვთქვათ უკვე ამ იმგენით გავშლით, ვთქვათ საუბრებს. ნახოთ როგორ წავა, მე მგონია რომ საინტერესო იქნება თუ არა და შევწყვეტ ჩვენ ნება არის, ხო? აი ეს მინდოდა დღეს რომ მეთქვა და დანარჩენ უკვე შემდეგ დღეებში თუ რამე კითხვა გაქვთ, პასუხობთ თუ არა და გავიძინოთ ხოლმე. მოგესალმებით. მე საერთოდ არა ვარ დაწინაურებული ეკონომიკაში. უბრალოდ შეიძლება ძალიან დილეტანტურ კითხვას გაგისვათ. რამე სხვა მოდელი გარდა ნეოლიბერალურისა, გარდა ოლიგარქიული ეკონომიკისა შესაძლებელია რომ დღეს არსებობდეს და მსოფლიოში იმკვიდრებდეს ადგილს აი ამ ნეოლიბერალურის თუ ოლიგარქიულის ნაცვლად. მაპატიეთ რომ აცის სულელი ვიკითხე. სისულელი არა პრინციპში ეგ არის საბაზისო კითხვა დღეს და დღეს ზუსტად მაგაზე მიდის მუშაობა რომ ანუ დაახლოებით ისტორია რო წარმოვიდგინოთ, ხო 50-იანი 60-იანი წლების დასავლეთი იყო აბსოლუტურად განსხვავებული მოდელზე მომუშავე სახელმწიფოები, რომელიც შემდეგ შეიცვალა, ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა. ამაზეც ალბათ გვექნება საუბარი ზუსტად რა განსხვავება იმ წლების დასავლეთსა და დღევანდელ დასავლეთს შორის. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. დღეს მოცემულობა აბსოლუტურად სხვაა და ვთქვათ, ამიტომ იმას ესე ერთ-ერთში ვეღარ დაუბრუნდები, მაგრამ სწორედ ამაზე მიდის ახლა მუშაობა დასავლეთში, დასაწამყვან ში ქვეყნების დონეზეც და ვთქვათ უნივერსიტეტების, ეკონომისტების სხვადასხვა გაერთიანების დონეზე, რომ აი დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, რანაირად უნდა მოხდეს ახალ მოდელზე შეთანხმება, იმიტომ რომ ეს აუცილებლად შეთანხმების საფუძველზე უნდა მოხდეს სხვადასხვა ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე. სავარაუდოდ პირველ რიგში ეს უნდა იყოს თქვათ G7 ან G20-ის ფარგლებში და შემდეგ უკვე დანარჩენი ქვეყნების იმაზე და სწორედ ამაზე მიდის ახლა მუშაობა, რომ რანაირად შეიძლება, რა მოდელზე შეიძლება ახლა შევთანხმდეთ, რომ გარდა იმისა, რომ თქვათ უთანასწორობა იზრდება, ამის გარდა თქვათ ვდგევართ ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე, რომლის შემოტრიალებას შევძლებთ თუ არა ვერ შევძლებთ, არ ვიცით, ვდგევართ იგივე თქვათ პანდემიების საფრთხის წინაშე ხო და ასე შემდეგ, თქვათ რამოდენიმე ესეთი მსხვილი პრობლემის წინაშე, რომელზეც აი ხა ზუსტად ახლა მიდის ამაზე ის რა ქვია მსჯელობა, მუშაობა, რამდენად წარმატებულად მოხერხდება ძნელი სათქმელია, მაგრამ ეგ არის პრინციპში მთავარი კითხვა ზუსტად, რომ რანაირად უნდა შეიცვალოს და რა უნდა შეიცვალოს, რა შეთანხმებები უნდა მოხდეს, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ და ერთ-ერთი მთავარი სხვათა შორის არის ის რაც ბევრი ტერმინი გაუფასურა ჩვენმა იმამ, ხო, თქვათ როგორც არის, თქვათ იმედი, ოცნება ისა ასევე გამჭვირვალობა ერთ-ერთი ის არის, ხო, თქვათ რაც გაგვიუფასურეს, ერთ-ერთი მთავარი ის არის ფინანსური გამჭვირვალობა, თქვათ რაც დღევანდელი მსოფლიოს პრობლემაა და სხვათა შორის ეს გამჭვირვალობაზეც რო თქვა, ივანიშვილი რო შევიდა ბლუმბერგის, აი ნახევარი წლის წინ თუ რამდენიმე თვის წინ რო გამოაქვეყნა ბლუმბერგმა აი 500 უდიდეს ადამიანში რო შევიდა ივანიშვილი, ხო, იქ ასე არ არის სიტყვაზე, რომ იქ ვიღაცები დეკლარაციას იმაშვებიან და ამის მიხედვით ანგარიშობენ ამას ამდენი სხვადასხვა მეთოდებით ხდება დათვლა
ადამიანის ქონების რა და ივანიშვილზე იყო სხვათაშორის ისა რომ და ერთ-ერთი ის არის შემდეგ შეფასება ხდება რომ რამდენად გამჭვირვალეა მილიარდერის ქონება, რამდენად გამჭვირვალეა და ივანიშვილს ქონდა ყველაზე დაბალი მასშტაბის ასე ვთქვათ მაჩვენებელი ამ თავისი კაპიტალის გამჭვირვალობაში რა ანუ ის რასაც ვთქვათ თითქოს ჩვენ გვიყინებს ამ ხრივ თვითონ მას აქვს უმდაბლესი ის რა ქვია მინიჭებული რა ამით რამდენად გავეცი ეს პასუხი მაგრამ ნუ ძალიან წარმატებულად ძალიან დიდი მადლობა თქვენ.